სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულება მოიცემა როგორც 5 დამატებული 3t დამატებული 4t კვადრატი, სადაც t გადაზომილია წამებში, ხოლო x გადაზომილია მეტრებში. ჩვენ გვაინტერესებს თუ რა იქნება ამ სხეულის სიჩქარის მოდული 7 წამის შემდეგ. გავხსენოთ, რომ თანაბარაჟგარებული მოძრაობისას სხეულის კოორდინატის დამოკიდებულება დროზე მოიცემა როგორც x0 დამატებული v0t დამატებული at კვადრატ ნახევარი, სადაც x0 არის საწყისი კოორდინატი, v0 არის საწყისი სიჩქარე და a ნახევარი არის აჩქარების ნახევარი, ხო თვითონ ეს a არის სხეულის აჩქარება, ანუ ის თუ როგორ იცვლება სხეულის სიჩქარე ყოველ ერთ წამში. ჩვენ შემთხვევაში x0 არის 5 მეტრი, ანუ საწყისი კოორდინატი ამ სხეულის არის 5 მეტრი. მისი საწყისი სიჩქარე არის t-ის კოეფიციენტი, ანუ t-მდე რაც წერია, რაც ნიშნავს 3 მეტრ წამს და აჩქარების ნახევარი გამოდის 4. ანუ t კვადრატის წინ რა რიცხვის წერია, ეგ არის აჩქარების ნახევარი და თუ აჩქარების ნახევარი არის 4, ესე იგი სხეულის აჩქარება გამოდის 8 მეტრ წამ კვადრატი, რაც ნიშნავს იმას, რომ სხეულის სიჩქარე ყოველ ერთ წამში 8 მეტრ წამით იზრდება. სხეულის სიჩქარის დამოკიდებულება დროზე მოიცემა როგორც v0-ს დამატებული at, რაც იქნებოდა 3-ს დამატებული 8 ჯერ 7, ანუ 3-ს დამატებული 56, რაც ნიშნავს 59 მეტრ წამს. ესე იგი თუ სხეულის კოორდინატის დამოკიდებულება დროზე მოიცემა ამ ფორმით 5 დამატებული 3t დამატებული 4t კვადრატი, ეს ნიშნავს რომ სხეულის საწყისი კოორდინატია 5 მეტრი, მისი საწყისი სიჩქარე არის 3 მეტრ წამი და მისი აჩქარება არის 8 მეტრ წამ კვადრატი და სხეულის სიჩქარე 7 წამის შემდეგ იქნებოდა 3-ს დამატებული 8 ჯერ 7, ანუ 59 მეტრ წამი. თუ გსურთ ფიზიკის ამოცნების ნახვა მერვე კლასის მასალაზე და ასევე თეორიების ნახვაც უნდა მომწერო პირადში და მე შენ გამოგიგზავნი წიგნს, რომელსაც ყურიერი შენთან სახლში მოიტანს.